მოგესალმებით, ჯიმი და ნიკო ავდექით მუშაობდით იქა და გადმოვედით რომ რაღაცები განვიკითხოთ და რადგან ლაპარაკობდით იყო რომ ბედი ქართლისა უნდა განვიკითხოთ, უბრალოდ ჯიმი უნდა გაიკითხოს და მე უნდა ვიწუწუნო იმაზე რომ ამაზე განკითხვა გვიწევს, იმიტომ რომ მე არ მინახავს ბედი ქართლისა. არ მოგატყუებთ, ანუ შემეძლო მეთქვა რომ არ მინახავს და რას გაიგებდით, მაგრამ არა. უნდა გენახა ნიკო. ბედი ქართლისა რატო წიგნი ფიცისა რა თქვი რა მაგარი რაღაცა მოიფიქრე ბედი ქართლისა მგზნებარები ჩაფერფლილი გულები შე რომ მოიფიქრე მაგარი ბრეიკინგ ბედი ქართლისა მე ძალიან მოვწონს თქვენ როგორ ახარ ხო მოკლედ საქმე იყო ესე რომ დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის თავს აღნიშნავდნენ იყო ორ ნაწილისაგან შედგებოდა ეს საზეიმო ღონისძიება პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვა მისასალმებელი და მერე იყო რობერტ სტურუას სპექტაკლი სათაურით ბედი ქართლისა სადაც გაცოცხლებული იყო ამ საქართველოს უბედურობის ისტორია ძალიან ძველი ოქროსაწმისიდან ვიდრე ჩაყლაპავდა წითელი ბოლშევიკური იმპერია და ამას მოყვა დიდი გამოხმაურებები. ჩვენც გქონდა ჩვენზე არ მივიწერთ გოგის ყავდა გვახარია სტუმრები სადაც განიხილეს ეს საკითხი ლაშა ბაქრაძე იყო და ირაკლი ხვადაგიანი და შემდეგ მე რაც მომხდა თვალში იყო ქვევით კომენტარების რაოდენობა და სიმძიმე სადაც გინება ხოლმე ვშლით და კრიტიკულ სტოვებს და კრიტიკულებიც იყო ესეთი რომ აი მე მომწონს ხოლმე განსაკუთრებით ლაშა ბაქრაძე მე საწყალი აკაკი მოგხეც ესე რომ უბნებიან რომ ვითომ რო გულში მოარტყეს რომ რაღაც მე მგონი პირიქით ლაშა იმ მხრივ არის ხოლმე რომ სადაც აკაკი ბაქრაძეს ახსენებენ უხარია იმიტომ რომ მიაჩნია და ჩემი აზრით სამართლიანად რომ არასაკმარისად ვახსენებთ ხოლმე იმ დიდკაცს. ეს აგრესიის ტალღა წამოვიდა იმის გამო ვიღაც ტიპები იცავენ რობერტ სტურუას, რომ ნუ როგორ შეიძლება რობერტ სტურუას გაკრიტიკება მისი სპექტაკლის გენიალური სპექტაკლის, იმიტომ რომ თუ ადამიანი გენიალურია, ყველა სპექტაკლი მისი უნდა იყოს რატომღაც გენიალური. მე დავიწყებდი მაინც ჯერ პირველი ნაწილით ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით, რომ აი მთელი უბედურება მაინც ეს არის, რომ იყო ძალიან ესეთი უსიცოცხლო სიტყვა, აი ძალიან ზოგადი სქემებით, რაღაც პატარა ისტორია მოყვა და აი გამოჩნდა რომ ხო რაღაც გადაძახილი ქონდა იმ პირველ რესპუბლიკასთან, იმ დამფუძნებელ კრებასთან, მაგრამ აი რო უთხრას, ახლა 10 წუთის მერე რო გეკითხა, რაზე ილაპარაკა, როგორ ილაპარაკა, აი ვერავინ ვერ იტყო და არანაირი კონკრეტული ესეთი გზავნილი როგორც იტყვიან ახლა, არ ქონდა მას ენერგია. აი რაღაცნაირად ლაპარაკობდა აი პიონერი, რომელიც დასაჯეს. ჭირდა ეთყობა სხვა დროს. სულ ესეთი აი ხო პიონერი, რომელიც დასაჯეს, აი ყელსახვევის ტარების უფლება არ მიცეს და გულგატეხილი არის და რაღაც თავისთვის ლუღლუღებს. აი აქედან ჩანს რომ ქვეყანას არ ყავს რაღაცნაირად ლიდერი. რაც თქვა, ის შეიძლება კარგი თქვა და სწორი თქვა, მაგრამ აი ამ სიტყვებს არ ქონდა სიცოცხლე, იმიტომ რომ რაღაცნაირად არ არის არჩეული, ის არ არის სახალხო ლიდერი და აი ქვეყნის ბედსაც ეს ქართლის ბედსაც დღევანდელ ბედს ესე გამოხატავს. ხოდი ეგრევე პარლამენტს დაარტყი შენი შერეზი ბედი ქართლის. ეს უფრო მნიშვნელოვანია ახლა რობერტ სტურუამ სპექტაკლი დადგა ის კარგად არის დადგმული თუ ცუდად არის დადგმული, ნუ არ არის დიდი უბედურება, მაგრამ ახლა ქვეყნის ლიდერია. უბედურება იცი რა არის რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის თავმჯდომარე ნიკო წარმოიდგინე. და ყავს აი ესე რა. მოგა აი ხა მე არ აყვები მან და სპექტაკლთან დაკავშირებით არ თქვა ხალისიანი სიტყვა. არა, სპექტაკლის წინ იყო ეს. მე ამას მოყვა მე სპექტაკლი და სპექტაკლმა გადაფარა. ჩემთვის არის რომ გამოვარდებიან ხოლმე და ნუ ერთია შეიძლება სპექტაკლის განხილვა არ მოგეწონა, მაგრამ ღვარძლიანი რაღაცნაირი აი თქვენი რაღაცებს რომ ამომე ხოლმე რა მოგელ კი არ ვიცი შეიძლება იმათაც არ თქვეს კორექტულად რამე იმათ ხელს რო ვიშვერ იგულისხმება ჩვენი სამეული ლაშა ირაკლი გოგი მაგრამ იმის მერე არის ხოლმე რომ აი გვეხერი თმარო რაღაცები სადა აგჯერ ერთი თმა როგორ არა აქვს არა აქვს ანუ არ არის სირცხვილი კაც არ უხდება თმა შენ წვეჭეს დაფიქრდი სხვა ამბავია რომ შეღებილი არა აქვს შეღებილი თმაა ესე თქვა ხო იმ კაცმა შეღებილიო და არიღებას ეს კაცი არიღებას და აღარც აქვს მაინდა ანუ ეგ ობიექტური ჭეშმარიტება აქვს დარჩენილი მაგრამ ვართ ვიღაცები უფრო მელოდიის ლაშა ბაქრაძესთან ერთად ლანძღეს ჩარიხე მაგაზე არის ლაშა ბაქრაძესთან ერთად ლანძღეს ირაკლი ხვადაგიანი რომ ეგ საერთოდ ვინ არისო და რაღაც და ბოდიში ერთსაც ვიტყვი რომ გამოენთებიან და ტიპებს ლანძღავენ რომელსაც წლები აქვს დახარჯული და გული და სული ჩანთხეული რომ რაღაცა უახლოესი ისტორიაზე
აი პირადად ირაკლის აქ ისეთი რაღაცები ამოქექილი. ხოვტრიალებთ პირველი რესპუბლიკის გარშემო, ხო? აი ბარე ორს არა აქვს ისე ნაკლები პირველი რესპუბლიკა და მე პირველი რესპუბლიკის შემდგომი პერიოდი, როგორც ირაკლის. ახლა რა სულ ტელევიზორში რო არ არის და იქ ყრილობებზე სიტყვით არ გამოდის იმის გამო და არის ხო და ეგ უბედურება რომელიც მეთქი ამობეჭდო წავიკითხო, მაგრამ დანარჩენი არის ხოლმე რომ ტიპები გამოდიან ჯიხს იცემენ, ვისაც არც ესმის რა ხდებოდა მაშინ, იმიტომ რომ იმ ხალხს აკრიტიკებენ, ვინც არქივებში შედან ხოლმე და ტვერს იღებენ დოკუმენტებიდან და აი ეს რომელი ვინ იყო და ვიღაც ესეთი ხალხი იციან რომ არც გვეცოდინება ჩვენ გეცოდინება იმიტომ რომ გიყვარს დღეს მოკლედ დღეს ცოდნა რო არსებობს პირველი რესპუბლიკის შესახებ აი დიდწილად არის ეს ირაკლის დამსახურებაც მაგრამ კიდე რამდენიმე ადამიანს რომელიც დარბიან დღე და ღამე და პირველი რესპუბლიკა და რა კარგი იყო და ნუ ვაგინებთ იმათ იმიტომ რომ დიდი მამულიშვილები იყვნენ და ჩემი აზრით თან თუ მაინც ხა ნაციონალისტურ კუთხიდან უტევ ხო ისიც კარგ მოსაწონს ამბობენ რომ მაგარი პირველი რესპუბლიკა გქონდა და სამაგალითო იყო ბევრისთვის და მე რო ვკითხულობ ხოლმე რომ რომელ ქვეყნებში რომელ წელს მიიღეს ქალებმა სიტყვის კი არა და ხმის უფლება შვეიცარიაში როდის მიიღეს მე მგონი დაბადებული ვიყავი უკვე და ჩვენ კიდე ისინი რო არ მოსულიყვნენ ლაბადებში კი არა და რა ქვია წითელარმიელებს რო ეცვათ თან ძალიან კონსტრუქციულად გააკრიტიკა არ შეეხო იმას თვითონ ამ სპექტაკლის დადგმას და ეს თეატრმცოდნის კომპეტენციებში არ შეიჭრა თქვა რომ აი არც იმ დღეს გამართულ ამ წარმოდგენას აი არანაირი ისეთი ცოცხალი კავშირი არ ქონდა იმ 100 წლის წინანდელ დღესთან ხო არ უხსენებიათ ის ლიდერები იმ დღის მოქმედი პირები იმათი გზავნილები ხო აი ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი სიტყვა იყო ზოგადი და შესაბამისად არაფრის მეტყველი და აი იმ დროინდელი ლიდერების იქ სილიბისტრო ჯიბლაძე იყო ვინც გახსნა ეს კრება ყველა უხუცესი წევრი იყო დეპუტატი იყო და ხო კონკრეტულ ქვეყნებს მიმართლა კონკრეტული გზავნილებით მიმართა აი ეს ცხადად ქონდა წარმოდგენილი მეზობლებს მიმართეს შორეულ დიდ ქვეყნებს მიმართეს ინგლისს მიმართეს საფრანგეთს მიმართეს როგორც აი პარლამენტარიზმის საკვანს როგორც რევოლუციის საკვანს ამერიკის შეერთებულ შტატებს როგორც თავისუფლების სამშობლოს შენ მაინც გახურებული ხარ რომ ირაკლი კობახიძე დემოსთანი ან ციცერონი არ აღმოჩნდა რომლის ხო წარმოუდგენელია ჩვენთან რო იყო სრულფასოვანი დემოკრატია და ერი ირჩევდეს ლიდერს ასეც ხო არ აირჩევდა რა სხვანაირად ესეც ხო დიაგნოზია რომ აი ესეთი ლიდერი გყავს მე იმას კი არ ვამბობ რომ ყველაზე ცუდია და რაღაცა მაგრამ მანამდეც იყვნენ ვიღაცები ვინც ველაპარაკობდნენ კარგად ხო და ხო კამათი მინდა უბრალოდ თორე ან დაგეთანხმებოდი ხო მოდი გადავიდეთ თვითონ სპექტაკლზე სპექტაკლი რა იყო მოკლედ უხეშად რო ვთქვათ ესე იგი რობერტ სტურუამ თავის ენაზე თავისი სამყაროს ენაზე აი გლეხი კაცისთვის რო არავინ არის აი ესა თქვა რაღაც უფრო დიდი მასშტაბით ხო არა მარტო გლეხში იგულისხმება საქართველოს და ასე მეტაფორულადაც გლეხი კაცი არის ქართველი გლეხი კაცი ერთი ბოთე კაცი არის მთავარი პერსონაჟი რომელიც ამ სხვადასხვა დროს მოყვება და იღვიძებს ძალიან საინტერესოა ისტორიულად ის არის რომ პირველი რესპუბლიკის ხალხი სწორედაც რომ გლეხი კაცისთვის ვიღაცები იყვნენ იმიტომ რომ ალბათ ბევრიც დამშავებიათ მაგრამ ამის თქმაც მინდა ხო ამ დღესთან შეუსაბამო სპექტაკლი იყო. ცალკე სადღაც რო დადგმულიყო, ვიღაცა გაიცინებდა, ვიღაცა ალბათ გააკრიტიკებდა, მაგრამ რაღაცნაირად უფრო ადეკვატური იქნებოდა. ამ დღესთან შეუსაბამო იყო. მე ერთხელ ბავშვობაში რა მიყვარდა ამბების მოყოლა და ჩემ ტოლებში რო უყვებოდი, იცინოდნენ რაღაც ანეკდოტები და მე ჩემი მშობლების მეგობრები იყვნენ მოსული და რატომღაც ისეთი სიტუაცია ჩავარდა რომ გადავწყვიტე იქ მომეყოლა და მოვყევი რაღაც ძალიან სკაბრეზული ცუდად არალოგები და არავინ გაიცინა რომ ძალით მივხვდი ისე აი რაღაც ესეთი სიტუაცია იყო. აი თითქოს იმ გარემოსთვის შეუსაბამო ამბები ხდებოდა. და მოკლედ საქართველოს თავგადასავალი არის მოყოლილი ძალიან სწორხაზოვნად. აი მე ვფიქრობ ცოტა კიჩურად, არ ვიცი შეიძლება შეგნებულად გააკეთა, მაგრამ აი სკოლები რო აკეთებენ ხოლმე მე-12 კლასელები ფლეშმობს რო დგავენ, აი რაღაც ამ დონის ის იყო ძალიან ესეთი, მაგრამ ესეც ახლა სადღაც წავიკითხე მე გამოხმაურებში, ესეც იქნებ შეგნებულად იყო გაკეთებული, რომ აი ქართველებს რა სტერეოტიპებიც გვაქვს, აი იმას დასცინა. რაც არ მინახავს იმაზე ვერ უთქვი, მაგრამ ერთი რამე მიხარია ცხოვრებაში, რომ ფლეშმობები მოდაში აღარ არის და ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ამობეჭდილი მაისურებით ვიღაცები არაკეთებენ ხოლმე ფლეშმობს და სიტყვაც დავიწყებას მიეცა და ძალიან კარგია რომ აღარ არსებობს ფლეშმობები. მე მგონი მოვრჩეთ ამით ლაპარაკს. არა მოიცა. გაგვდი ესა თქვა. მოიცა კაცო. მე ისე მოვედი მომზადებელ. არაფერ მინახავს. გვიყვარდეს ერთმანეთი პირველი რესპუბლიკა კაი იყოს ჩემი ის არის ჩემი გამოჯავრება და შენ მოკლედ ესე იწყება სპექტაკლი იწყება ეს ქართველი კაცი იღვიძებს თვალი არის ბოთლი ღვინო უდგას დადის მე სცენაზე ისე დგას რომ შარდავს. აქ გამიჩნდა ნიკო ასოციაცია უქარქაშო ხმლებთან. აი ლოლიტაში იქ არის ეს ჰუმბერტი ამბობს რომ ესე იგი პირველი ცოლი ის იმისთვის მოიყვანა როგორც ისე მჭირდებოდა როგორც
ქარქაში ხმალს, აი ეს შეიძლება გადაძახილი იყოს ლევან სანიკიძის ამ ბესტსელერთან უქარქაშო ხმლებთან. აი ესეთი ალუზია გააკეთა ერთ წინადადებაში დიდ მაესტრო შეიძლება ეს ყველაფერი ქონოდა. ყველის სოროში კაი გაგებით, ანუ ეს ვიგულის. ყველა გაშაყი სულხან საბა არის და აი როგორ საფრანგეთი არ დაგვეხმარა, როგორ დაგვრცინა რაღაც ქისა ეს ჩვენი ტრამვა რო აი სადღაც მივდივარ და ევროპას უგვეუბნება დაგველოდეთ. ძალიან მაზალუ არის თვითონ ეს მუსლიმური სამყარო. მუსლიმური სამყარო არის ორი თავწაკრული კაცით წარმოდგენილი, თავგადახვეული კაცით, ერთი არის ბოროტი და მეორე არის ნაკლებად ბოროტი, რაღაც ეგეთი ის არის. რუსები არიან გადასარევად, პუშკინით არიან წარმოდგენილი და პუშკინის ტოტლებენი მაინც ყოფილიყო, ანუ მე ველოდებოდი რომ ტოტლებენი გვიღალატებდა რაღაც მეზე. ვერ დავწამებთ რაღაც ესეთ ის არის რაღაც დადებითად არიან წარმოდგენილი, მაგრამ ნუ რაღაც პუშკინი თქვა პუშკინზე რა უნდა თქვა. პუშკინი ჩვენ ხო ვიცით რომ ყველაზე ნაკლები ბოროტება იყო რუსეთი როგორც შეგვეხო იმ ამბავში. ხო, ასევე ბოლოს თავდება ამოდიან ორჯონიკიძე, სტალინი, ახსენებენ ამ პირველი რესპუბლიკის ამბავს, რომ ცოტა მაგრამ ნუ აი ეს ყველაფერი არის ძალიან ხელოვნური, ძალიან რთულად არის ერთმანეთზე გადამული, გასაგები არის რომ აი ეს თეატრში ხო, დრო და სივრცე უნდა იყოს ერთი ხო და აქ არის დროც არეული, სივრცეც არეული, რთული ამბავი იყო. მოკლედ ეს არ იყო ჩვეულებრივი სპექტაკლი და მით უმეტეს არ იყო იმ გარემოს შესაბამისი. იქ რა აუდიტორიაც ისხდა ხო უმეტესი მათგანი დარჩებოდა უბრალოდ გაოცებული, ვერ მიხვდებოდნენ რას უყურეს და ვიღაც ტიპები დარჩებოდნენ შეურაცხყოფილი. აი ეს იყო სულ თავიდან ბოლომდე. უსურვოთ ჯანმრთელობა დიდხანს სიცოცხლეს იქნებ კიდევ უკეთესი დადგას რამე. მე ველი როდის დადგამენ ინტერპრეტაციული ცეკვატურა რა ქვია, რაღაცებს ცეკვის ენით გადმოსცემენ ხოლმე საქართველოს ისტორია ცეკვის გზით. მოკლედ ამოცანა იყო ურთულესი. თავისუფლად რომ ეს არ მეთქვა, იმიტომ რომ არც ასაცილო იყო და არც არცად არ მიდიოდა, მაგრამ რაღაც მინდოდა რომ ბოლოში მეც ხო ნიკო ამოცანა იყო ურთულესი, რატომ დაისახა ესეთი ამოცანა, ეგ არ ვიცი, ან ვინც შეკვეთა მიცა, იმან რატომ არ შეხედა რას აკეთებდა. ასე თყოდა მე რომ ბატონო რობერტ თქვენ კარგად ვერ დადგით სპექტაკლიო, ვინ ეთქვა. არ იყო საერთოდ რობერტისთვის არ იყო შესაკვეთი, შეიძლება ვიღაც სხვა იმ საზეიმო ღონისძიებას რაღაც ცოტა მეტი ინფორმაცია უნდა ყოფილიყო, რაღაცაით ის დღე უნდა გაეღვიძებიათ. ეს არ იყო იქ გასაკეთებელი და წარმოსადგენი მე მგონი. მე არც გეთანხმები და არც ძალიან მაზალო იყო ინგლისის დროშით რო ტიპი იჩითება, ვიღაც ინგლისელი ლორდი, დედით ქართველი და ის საერთოდ გაურკვეველი. ახლა მე როგორც მივხვდი, მხოლოდ იმის გამო რომ ის ინგლისი რაღაც პარლამენტარიზმის ის არის ფუძემდებელი და რა შუაში იყო. თუმცა ის რომ დაცინვას აპირებდა ეს რეჟისორი რაღაც აი გამაიმუნებას აპირებდა აი ამ რა ვიცი დღის მოკლედ რა ეს არ იყო ის რომ აი რაღაც შემთხვევით გამოუვიდა რაღაც ჩანაფიქრი ქონდა არ ვიცი რამდენად შეასრულა მაგრამ ჩანაფიქრიც ესეთი იყო რომ არ უნდა ყოფილიყო საზეიმო განწყობის შესაბამისი და რატო არ უნდა ყოფილიყო ეს ვერ ხვდები არა და როცა შევთანხმდით ყველამ რომ მოსაწონი უნდა ვაკეთოთ და უნდა ვაკეთოთ მოსაწონი ამ ხიარულ ნოტაზე შეიძლება რომ დავამთავროთ დავამთავროთ მაშინ ჩვენ ბოლოში მე ჩემი ფუნქცია დღეს არის რომ ჯიმის ესერი უკეთო და ბოლოში თქვა თუ რაღაცა subscribe ქართულად არ აწერია YouTube-ს ან ხელი მოაწერე ან ხელს ნუ მოაწერთ მაგრამ დააჭერეთ ხელი subscribe-ს კომენტარი გააკეთეთ გვიხარია ხოლმე ვკითხულობთ ყველა მათგანს ზოგჯერ პასუხსაც ცემს ხოლმე ჯიმი ზოგჯერ არა მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამით მოვრჩეთ. შეგიძლიათ გიკარნახებთ ისინი რო არის ხოლმე შაბლონები, ორი აჩკარიკა დამჯდარა და რა იციან მაგათ, ერთ ნანახიც არ ქონდა. დებილებო ან რაღაცა, მაგრამ სხვა შორის კომენტატორები ვინც ლანძღავდნენ ჩვენ ტრიოს, ისინიც ისე იწყებდნენ, რომ მეც არა მაქვს სპექტაკლი ნანახი, მაგრამ რახან ლიბერასტები გააღიზიანა, ესე იგი კარგი ყოფილაო. ბარაქალა ლოგიკაში. კარგია, როდესაც ადამიანს ათვლის წერტილი აქვს და იცის, რას უნდა დაეთანხმოს, რას არ უნდა დაეთანხმოს, ჩემო.